თუ აუზით სარგებლობას ფიქრობ ან გეგმავ უახლოეს პერიოდში, მაშინ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ასევე შეინახეთ ყოველთვის დაგჭირდებათ. შეიძლება გინახავთ, რომ როცა ვინმე ამოდის აუზიდან, თვალები აქვს აი ესე ჩასისხლიანებული. ამას ქვია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, კონიუნქტივიტი. ბევრს არასწორად გონია, რომ ეს გამოწვეული არის აუზის წყალში არსებული ქლორით. არა, ქლორი ამას არ იწევს. კი, ქლორს ამატებენ წყლის დეზინფექციის მიზნით, რომ მასში არსებული მიკრობები განადგურდეს, მაგრამ თვითონ ქლორი არ იწევს თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას. აბა რა იწევს მას? ოფლი და შარდი, რომელიც რომ აუზის წყალშია. აი ნახე, როცა ადამიანი თქვათ არის ოფლიანი და ჩადის აუზში, ეს ოფში არსებული შარდოვანა რეაგირებს აუზის წყალში არსებულ ქლორთან. ან თუ გინდა სხვა ადამიანი, რომელიც თქვათ აუზში შარდავს, იმ შარდში არსებული შარდოვანაც ასევე რეაგირებს ბუნებრივია ქლორთან. შარდოვანა ოფლიდან და შარდიდან, როგორც კი აღმოჩნდება წყალში, ჰიდროლიზდება ამიაკად და მერე ეს ამიაკი რეაგირებს აუზის წყალში არსებულ ქლორთან და მიიღება ამინები. სწორედ ეგ ამინები იწვევენ კონიუნქტივიტს. იქ მიიღება მონოქლორამინი, დიქლორამინი, ტრიქლორამინი. ქიმიით რო არ შეგაწყინო თავი, ეს ამინებია სწორედ რომ თვალის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზი და არა მარტო თვალისა, ასევე ხიზინადება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი და კანი. კანი ხდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შრება, სკდება და მოკლედ რო ვთქვათ, მიდრეკილი ხდება მუდმივად დაუსრულებელი გამონაყვლისკენ. ესე წყალში არასდროს არ ჩახვიდე. ისე ეგეთ წყალს აქვს ხოლმე დამახასიათებელი ქლორის სუნი. აი თუ ზაფრად იგრძნობა ხოლმე ქლორის სუნი, ეს სწორედ რომ ამინებით მდიდარი წყალია. ეგეთ წყალს უნდა მოერიდო ხოლმე. ეგეთი წყალი არის ოფლიანი და შარდით სავს. ნახე, ვინც ახლა ბუნებრივი აუზში ჩადის, ახლა ყველა შეგნებული ადამიანი ხვდება, რომ აუზში არ უნდა მოშარდოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შენიშნე, რომელიც მაგალითად, როცა აუზში ჩადის, აუზში ჩასვლამდე ტანს არიბანს, იქვე შხავს არიღებენ ხოლმე. გონიათ, რომ თქვა, აი, ოფლიანობა არ აუშავს. სწორედ ეგ ოფლია მიზეზი, რაც შეიცავს მერე შარდოვანას და რეაგირებს იმ წყალში არსებულ ამინებთან და მერე იწვევს სხვების თვალების ანთებას, სხვების კანის გაღიზიანებას და სხვების ლორწოვანი გარსების ანთებას. ამიტომ ყოველთვის აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღება სასურველი და სავალდებულოა. გაუზიარეთ რჩევას სხვებსაც.